2014 წლის 11 ივლისს სარფის საბაჟო გამშვეპუნქტზე ნარკოტიკული ნივთიერების გადატანის ფაქტზე დაკავებული 3 პირიდან 2 თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. საქმე ირანიდან თურქეთის მიმართულებით საქართველოს გავლით თხევადი საპონის გადატანას უკავშირდებოდა. ევგენი გორგაძე, რომელსაც ავტომობილით აღნიშნული ტვირთი გადაჰქონდა, ამბობს, რომ კონტეინერი დალუქული იყო და იქ ნარკოტიკული ნივთიერების არსებობის შესახებ მისთვის უცნობი იყო. გამომართლებელი განაჩენის შემდეგ იგი ჩამორთმეული პირადი ნივთების დაბრუნებას და მატერიალური და მორალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. მოსამართლე დავით სვანაძემ კი უვადო პატიმრობა თურქეთის მოქალაქეს ჩოშქუნ ბაირამს დაუსწრებლად შეუფარდა, რომელიც ამჟამად მიმალვაშია. ბრალდების მხარეს საქართველოს მთავარ პროკურატურას სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში უკვე გასაჩივრებული აქვს. იყო ტრანზიტით ვითი, მე ულუქოთ არ მივლია. რაღაცა ინტერესი დაინტერესია, რომ რაღაცა სხვა რამე არ იყოსო, 6 ფერის სითხე იყო. ეს ექსპერტებმა დაამტკიცეს და გამოავლინეს, რომ შეხედულებით ვერ მიხდებოდა ვერამინ, რომ იქში ნარკოტიკული ნივთიერება იყო. გაგვამართლა სასამართლომ და გამოგვიშვა როგორც უდანაშაულო ხალხი. ვითხოვ, რომ დამიბრუნდეს ჩამოთმეული საბუთები და რაც ჩამომართვეს ტელეფონები და მაგინი და დამიბრუნდეს მათთვის მოწმობა, რომ საცხაწე ვიდე და ვიმუშაო. ბრალდება ედავებოდა დიდი რაოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების ტრანზიტით შემოტანას საქართველოში. ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა ის აუცილებელი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მათ მიერ შერაცხული ბრალდების რეალობას. დაცვის მხარის მიერ წარდგენა მტკიცებულებები, რომელიც ამართლებდა ჩვენი დაცვის კენჭკოპ ევგენ გორგაძეს და სასამართლო დარწმუნდა მათ უდანაშაულობაში და საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით სვანაძემ გამოიტანა ადეკვატური, სრულიად ობიექტური გადაწყვეტილება.